მამისა და დედისა და სულისა წმინდისა. ეს არის ფიჟოლის ხატის შესასწავლი, რომელსაც ვქეთ დააშიდე მწუხარება ეჩემი. და ახლა როგორც ხედავთ, რა წერია სახარებაში ის ხდება, რომ ბევრი არის მწუხარებაში, ზოგი სიკვდილის გამო, ზოგი კიდე რამდენი ადამიანი გვხვდება უკრაინაში, რამდენი ბოლოდდება შვილი, ძმა, მეუღლე. და ეს იქნება სანამ ჩვენ ისწავლებით, სანამ არ იქნება მეორე მოსვლა. და რა უნდა ვქნათ მოწინაება? შვილი უგდება, დადივა იაშუში, იმდენი ბავშვებია დავადებიდან ავადრო. ზოგი მიყავს მეც რა უნდა ვქნათ ბაში. აი მე მყავს ნახები მოსკოვიდან დადიან აქა, ქმარი ქართველია, სული რუსია და ორი შვილი ყავდათ, ასეთი არ ყავს პარა. უიმედობაში გადავადიან, დადიან იერუსალიმში, საბერძნეთში, აქაც ძალიან უყვართ ჩვენი მონასტერი სხვადასხვა სალოცავებში დადიან. უიმედობოდან მწუხარება რას გიშველის, ზოგი ისე დარდოს, რომ გული მიგვდება, შეიძლება გადაიცვალოს. ამდოს ეს აღდგომის სიხარული მოყავს, რატო? ეს აღდგომა ყველას გიხარია, მისადერის ეკლესია მის მოწმუნეა. შინას უნდა იცოდე, რა არის აღდგომის სიხარული, რომ გარდაცვალების შემდეგ ვიდეხარ სამოთხეში. ქრისტეს მოწმეები მივდივართ ქრისტეს წმენით, სინანულით. და თუ ეს გეხსოვება, მაშინ კი იდირებ დროებით დაშორებას, შეწუხდები, მაგრამ ხო ისე ვარ იქნები მწუხარებაში, რომ აი ეს უგულებ, გული მიგვდება. დროებითი დაშორება, აი ეს ჩვენც და კიდე რა არის საჭირო, ვერ უძლებთ. ზოგი გაბროდებულია, ზოგი რუსეთზე, ზოგი ევროკავშირზე არასორი კოცნების გამო. მაგრამ გაბროდება გიშველი ეს გარდაცვალების ვერავსდებით, გარდაცვალებას ვერ ამინდა. თუ გაბროდებული ვიწავად, სიზრუნით, სიზღით და ბევრშია სიზრუნი, ზოგი ფიზიკური ნდრებისადმი, ზოგი სულიერი ნდრებისადმი. და იქამდეა ხალხი მისული, რომ დედმა მიშვილებს შორის ახლა მე ხვდები და შეხება ხომ აქ, მატერიალობის გამო ხდება შეხება ერთი ამბავი. დედმა მიშვილებს შორის და რატო? იმიტომ რაც სახარება წერია ის ხდება. თავარი გათა მატერიალური. ახლა სასაცილოა თან რომ ესე იგი კი არ მალავე რომ ესე იგი ეს ქვეყნები ძლიერია ქვეყნისანი რომ მატერიალურის გამო ესე იგი ხოცავენ ხალხსა მატერიალური მიზის გამო და საშველი რაშია საშველი მაშინ უნდა მიხვდე იმას როგორც ეკუმენიზმი ის კომუნიზმი იყო ბედნიერება ჩვენ და ახლა მე 60 წელს და ეს დედამიწაზე და ისე ახლა დემოკრატია ზოგიერთებისთვის ბედნიერება და გარბიანა ევროკავშირში და ამ დროს მე ახლა სწორად ვყავდა მამა თომა 20 წელია იქ არის რუსთაველი მოძღვარი და ამბობს რომ აქ სახლებს ყიდიანო და იქ მე ვალებიდან ვერ გამოდიანო ახლა ერთი და იგივე მდგომარი რაც ახლა ეწერია ეს ხდება მაგრამ ჩვენ ხომ მივეჩვიეთ სიტუაციას და კანადა იქნება თომ სხვა ქვეყნები ამერიკაში სწორად ნაცნობები უკვე ისე არ არის როგორც იყო იმიტომ რომ ბევრი ტურლები წავიდნენ უკრაინელები და თვითონ ამ ქვეყნებსაც ამ ომის გამო რაც ხდება უკრაინაში გაუჭირდათ მატერიალურად ამიტომ გირჩევთ ვისაც წასვლა გინდათ ჯობია ფუძე და წასე იყო და თქვენ ქვეყანაში იყოთ თქვენთან მოგწეს მეტი წვენა დღეს არის გაბრიელ ეპისკოპოსის სცენების დღე ხო და მე-19 საუკუნეში და როგორ დაიცვალა 12 ყოფილა იმდოს თორემ მე-19 საუკუნეში შიმერი ეპისკოპოსი იყო ვერ წაასვენდეს 40 დღე წარმოიდგინეთ თუ ორი თვე და უსწრელი იყო აი შეიძლება მოგავს მაგალითად ზოგი რომ ამბობს მეტი მიჩვენე ეგრე ნახე ალექსანდრეშვილი რუსეთში დღემდე 36 ტემპერატურა მე-14 საუკუნეში და ნახე სპიდონ ტრიმპუტელი ხო და მე-20 საუკუნეში აქის ტემპერატურაზე 36 და 6 მე ვინც მამაკაცები ხარ შეგიძლია დათონიშნა მოილოცო და იქ არის პეტრემოჩკოვის მონასტერი ერთ-ერთი სადაც არის მარტო მკლავი მარიამ მაგდალენელისა და ტემპერატურა აქვს 36 და 6 ასევე ნაკუწალზე ლაბარაკობს შეიძლება რაც შეეხება რომ ეს უფასოა და ყოველდღიურად დალიეთ ოზმოზე ამის საშუალება არის და ამ ინტერნეტზე მოვიყვა აი სტუმრად რომ მიდივარ ესე კი ვერ მოშორებიან ბავშვები იმას ინტერნეტს და ხა იმათ ხოჭკო არ აქვს მათ ქვია მშობლები ხარ ჩვენი ახლა იტირონ ბავშვებმა ვიდრე თქვენ იტიროთ მე ბავშვების გამო იმიტომ რომ კარგად ასემასაც რო უყურონ
3 და 5 საათი და 7 საათი თუ ავიდება ადამიანი იმას ქართობას, თან უნდა ისწავლოს. თან სკოლაში უნდა დაიჭიროს, მაგრამ გამოვა მაკარონის ფეხები, ვერმიშელის ხელები. ფიზიკურად დასუსტება. ამიტომ უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. დაგოცოდოთ, მაგრამ გაგახაროთ, ხოლმე კიდე დავით მეფის სცენების დღეა, შეგეძიოთ. რითი მიაღწია დავით მეფემ წარმატებას, თბილისის დაღვებელი იყო. ჭეშმარიტი სარწმუნოებით, მართლმადიდებლობით და ღმერთმა მოგცეს ჩვენს ერთგულება სარწმუნოების ღმერთისა, მართლმადიდებლობისა და ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ჩვენთან არის ღმერთი. არსა იყოს.